ციკლის საცდელ სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრი, საქართველოში ისრაელის ელჩი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. ესტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე სათბური, რომელიც 2023 წელს ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. მხარებმა სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს, განისაზღვრა კონკრეტული ნაბიჯები ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშესაწყობად. საქართველოს შესაძლოა გახდეს ისრაელისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი. ამისი პერსპექტივა არსებობს მზაობა მათი მხრიდან რომ მოგვაწოდონ შესაბამისი ტექნოლოგიები, ხოლო ჩვენი მხრიდან არსებობს მზაობა მივიღოთ ეს ტექნოლოგიები და ვიმუშაოთ ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. დღეს შეხვედრები იმართება მკვლევარებთან და ფერმერებთან. ვისმენთ მათ გამოცდილებას და მიღწევებს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ერთმანეთთან გასაზიარებელი ძალიან ბევრი გვაქვს. შეხვედრაზე მივახციეთ შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის ჯგუფის შექმნისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის მომზადების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინოვაციურ პროექტზე სახელწოდებით Treat the Wheat, რომლის განვითარებაც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმას მომავალში. წლებია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს ისრაელის სახელმწიფოსთან და იმ ინსტიტუციებთან, რომლებიც დაკავშირებული არის ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა გავრცელებასთან. ამასთან დაკავშირებით ძალზედ მნიშვნელოვანია ჰიდროპონიკური მეთოდის გამოყენებით ბოსტნეული კულტურების მოყვანა, რომელიც არის მაგალითი საქართველოში იმისა, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ფერმერებს.